სახელითა მამისათა, დadzისათა, დასულისა, წმინდისათა. ბიბლია ყოველ დღე. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო ძალიან მოკლედ იმის შესახებ, თუ როგორ ავირჩიოთ მოძღვარი. მეგობრებო, პირველ ყოვლისა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, რომ იდეალური და სრულყოფილი, ესე ვთქვათ, არსება მხოლოდ ღმერთია და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეცდეს. მოძღვარი არ არის გამონაკლისი, რა თქმა უნდა, რადგან მასაც აქვს გარკვეული სიზუსტეები, ცოდვები, შეიძლება ითქვა და შესაბამისად სავსებით შესაძლებელია ისიც შეცდეს. ეხლა ის ზოგადად რომ ვთქვათ, ხო, მოძღვარს უნდა ქონდეს შემდეგი თვისებები. ზოგადად რომ ვთქვათ, ხო. პირველი ნახეთ, უფლისადმი მტკიცე რწმენით, სიყვარულით და ერთგულებით, მორჩილებით და სასვეებით, ხო, ანუ იმედით. ის უნდა იყოს მზრუნველი, უშუალო, თბილი და ყურადღებიანი. მწირვა ლოცვის, მარხვის და კეთილის საქმეების მოყვარული, მოწყალე, კრივ ობოთა თქვა გლახაკთა, ხო, ასევე პატიმართა და სნეულთა მომკითხველი, ზომიერად მკაცრი, გამოცდილი, თავმდაბალი და უბრალო. უნდა ჩვენ ნახეთ დაუზარებლად, ასე ვთქვათ, და ყველა მხრივ უნდა ცდილობდეს, რომ დაგეხმაროს და თანადგომა გამოგიცხადოს. და ბოლოს მეგობრებო, მოძღვარი არ არის ის, ვისაც წელიწადში ერთხელ ესაუბრებით, მხოლოდ ტაძარშია და ისიც 5-10 წუთით, ხო, მოძღვარი არის სულიერი მამა, მასწავლებელი, მეგობარი, ექიმი და ასე შემდეგ. ამიტომ, ვისაც ჯერ არ ყავთ მოძღვარი, ნახეთ ისეთი ადამიანი, რომელთანაც გაიხსნებით და დაურყოლებლად ესაუბრებით, ხო, ესაუბრებით მას ნებისმიერ საკითხზე. მეგობრებო, გისურვებთ იპოვოთ ისეთი მოძღვარი, რომელიც დაგეხმარება ცხოვრების გზაზე ღვთისათნო თვისებების შეძენაში. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ბოლოს მინდა რამოდენიმე ნახეთ წმინდა მამები რას ამბობენ. მაგალითად იოანე კიბის აღწერელი ამბობს, რომ არ ეძებო მოძღვარი, რომელიც სასწაულებს იქს, ხო, აკეთებს, არამედ ის, ვისაც საკუთარი ვნებები დაუმარცხებია. ისააკ ასური ამბობს, რომ ჯობს ყავდეს უბრალო და თავდაბალი მოძღვარი, ვიდრე სწავლული, მაგრამ ამპარტავანი. ანტონი დიდი ამბობს, რომ თუ მოძღვარი მშვიდობას გაძლევს და სინდის გიმშვიდებს, იცოდე ღმერთი მოქმედებს მასში. სილვან ათონელი ამბობს, რომ ჭეშმარიტი მოძღვარი არასოდეს გაშორებს ეკლესიას და მორჩილებას გასწავლის.